მეგობრებო, იმ ლაივმა გამიჭედა და თავიდან გავდივარ ლაივში, არ უშავს, ვერ შევინახე. არ უშავს თავიდან ვისაუბროთ, რაც ვთქვით, ასტროლოგიურ ტენდენციებზე და დავანთებ პალო სანტოს. პალო სანტო წმინდა ხე. ყველას გირჩევთ, რომ ერთხელ მაინც სცადოთ პალო სანტო, იმიტომ რომ აი მე ყოველდღიურად ვიყენებ მართლაც ჩემი დამხმარეა, ასე ვთქვათ. ყოველდღიურად წმინდა ენერგეტიკას ჩემსასაც და სახშიც პალო სანტოს დახმარებით. ხო, პალო სანტო წმინდა ხე, რომელიც არის ბუნებრივი საკმევრი და გვაქვს მეგობრებო, ჯერ კიდევ მარაგში შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ, გვაქვს საკურიერო. რაც შეეხება ფინანსურ ჭხირებს, ხო, წინა ლაივი რომ მქონდა, 2 კვირის წინ მქონდა. მოვიცადე ახლა რომ გავაკეთო ისევ ლაივი და ვისაუბროთ თებერვლის ტენდენციებზე. წინა ლაივში ვთქვი რომ ჩამოგვდიოდა, ხო, ჩამოგვივიდა უკვე მეგობრებო, ვქონდა კიდეც ამაზე ინფორმაცია, ფინანსების მოსაზიდი ჭხირები ჩვენი ლეგენდარული და უამრავმა გადაგვადებინა და წაიღეს უკვე. და ვისაც გაინტერესებათ, აი ბევრი წერდა რომ მაინტერესებსო, როგორ უნდა გამოვიყენოთო. აი ასე გამოიყურება მეგობრებო, ეს ჭხირი, ხო? ნუ დასადგამიც კარგია რომ გქონდეთ, ხო? ანუ დასადგამებიც გვაქვს ხის. აი ასეთი რომ ფერფლი აქვს ამ ჭხირებს, ამიტომ ფერფლმა რომ არ შეგაწუხოთ, კარგია რომ დასადგამიც აიღოთ. ესე იგი, როგორ ვიყენებთ ახლა ფინანსების მოსაზიდ ჭხირებს ჩვენსას, ხო? ასე დაანთებთ ჩვეულებრივად მეგობრებო. და კარგია მედიტაციის დროს, ფინანსური მანიფესტაციის დროს რომ დაანთოთ ხოლმე, ხო, იდეალურია ამისთვის და ასევე მეგობრებო, კარგია უბრალოდ აი კვირაში 3-ჯერ თუნდაც რომ დაანთოთ და ბოლომდე უნდა ჩაიწვას, ხო? ანუ წესი არის ასეთი, რომ ბოლომდე უნდა ჩაიწვას, იმისათვის რომ გქონდეს ეფექტი. ამიტომ გამოყენება საკმაოდ მარტივია, როგორც საკმეველი, ისე იყენებთ, ხო? თან საოცარი სუნელი აქვს, აი რომ წაიღეს გვწერდნენ, რომ აი რა საოცარი სუნელი აქვს, აი მოტკბო ის ბუნებრივი სასიამოვნო სუნელი აქვს. თან წმინდავს ენერგეტიკას და ხსნის ფინანსურ კანალს. ამიტომ ჩვენი ფინანსური ჭხირები აი მართლაც ბევრი მომხმარებელი ყავს, ჯერ 10 წაიღეს, მერე დავრუნდნენ 30 წაიღეს, ზოგმა 60 წაიღო, მოკლედ ვინც გადაგვადებინა უმრავლესობა მარაგის უკვე გაყიდულია, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მარაგში და იჩქარეთ, გვაქვს საკურიერო საქართველოს მასშტაბით, ევროპის ქვეყნებში და ნუ უცხოეთშიც ვგზავნით ფოსტით. ამიტომ იჩქარეთ, სანამ გვაქვს მარაგში ჩვენი ფინანსური ჭხირები უამრავმა გადაგვადებინა და წაიღო. ეხლა რაც შეეხება პროგნოზს, ხო? ვენერა, მეგობრებო, ფინანსების და პირადი ურთიერთობების პლანეტა გვაქვს ვერტში, რაც ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ვერძებისთვის ფინანსურად საკმაოდ კარგი პერიოდია, ხო? და ვისაც პირადი რუკაში აქვს ვენერა ვერტში, დავუშვათ, ხო, შეამოწმეთ თქვენი პირადი რუკა, თუ გაქვთ ვენერა ვერტში, თქვენთვის ფინანსურად საკმაოდ კარგი პერიოდია. თუ რა თქმა უნდა, პერსონალური ტრანზიტები არ გვაქვს ნეგატიური. ზოგადად ვენერა რომ არის ჩვენს ზოდიაქოს ნიშანში, საკმაოდ კარგი პერიოდია ხოლმე ინვესტიციებისთვის, ხო, ფინანსური ინვესტიციებისთვის და პირადი ურთიერთობების დალაგებისთვის. თუ სხვა მაჩვენებლები პირად რუკაში არ უშლის ამას ხელს. ამიტომ ეს მაინც ინდივიდუალური საკითხია, ხო, ინვესტიციები, ბიზნესის წამოწყება, ან საკენსროს თარიღი, ან დაოჯახების თარიღი დავუშვათ, ხო? ან ნებისმიერი ოპერაციის, ან მნიშვნელოვანი შენაძენის თარიღები და თუ გაინტერესებთ ამ თარიღების გამოთვლა, ჩვენ გვაქვს ეს სერვისი, თარიღის გამოთვლა ქვია. და ეხლა გრძელდება ისევ 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისა ჩვენ გვერდზე, რამდენიმე დღე დარჩა. 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს ნუმეროლოგიაზე, ბედის მატრიცის ანალიზზე, პირადი რუკის ანალიზი, სინასტრი ანუ შეთავსება, ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია ყველა სერვისზე, მოკლედ პროგნოზი 1 წლის, კალენდარი პერსონალური 1 წლის, ყველაფერზე გვაქვს ფასდაკლება. ეხლა რამდენიმე დღე დარჩა მეგობრებო ამ ფასდაკლების დასრულებამდე, ამიტომ მოასწარეთ სერვისების შეკვეთა და კონსულტაციაზე იმ კვირაში ჯერ კიდევ მაქვს თავისუფალი ადგილები და თუ გინდათ პერსონალურად ჩემთან გასაუბრება და იმ საკითხების გავლა რაც გაინტერესებთ, ხო? თქვენზე დავუშვათ თქვენს ბიზნესზე ან პარტნიორულ ურთიერთობაზე ან ახლობლებზეც თუნდაც, ხო? მთავარია ჩავეტიოთ დროში.
ამის საშუალება გაქვთ კონსულტაციაზე და ჩასაწერად უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები გეტყვიან რა თარიღები და რა საათები გვაქვს თავისუფალი კონსულტაციაზე მეგობრებო და სერვისების ჩამონათვალს თუ ვერ იპოვით ჩვენს გვერდზე მოგწერეთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ. როგორც უკვე აღნიშნეთ, ვინაიდან ვენერა არის ახლა ცეცხლის ნიშანში, ზოგადად ცეცხლის ნიშნებისთვის, ხო? ანუ ვერძი, ლომი, მშვილდოსანი არის კარგი პერიოდი ფინანსურად, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. თუ, რა თქმა უნდა, პირად ტრანზიტებში არ გვაქვს სხვა ნეგატიური ასპექტირება, ანუ ჩვენ ახლა მაინც ზოგადად ვსაუბრობთ, ხო? და მალე უკვე დაიწყება თევზებისთვის კარგი პერიოდი. იმიტომ რომ უკვე 18 თებერვალს არის ის ტრანზიციული დღე, რომზე იცვლის ზოდიაქოს ნიშანს. და მზე მერწყულიდან შევა თევზებში. მეგობრებო და უკვე თევზების პერიოდი დაიწყება და ასევე კირჩხიბებისთვისაც კარგი პერიოდი იქნება და მორილებისთვისაც, ხო? ანუ წყლის სტიქიის პერიოდი წავა უკვე 18 თებერვლიდან. ეხლა ჯერ მერწყულების პერიოდია, მერწყულებს ზოგს მოგვიანებით ზოგს წინასწარ გილოცავთ დაბადების დღეს. მეგობრებო. და სასწორებზე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი როდის ჩაივლისო შავი მთვარის პერიოდი რო გვაქვსო, ხო? მეგობრებო, წინა წლის, ანუ 2024 წლის ესე იგი ივლისიდან ამ წლის მარტის ბოლომდე შავი მთვარე გვაქვს სასწორში, ხო? ნუ ეს სასწორებს რა თქმა უნდა შეეხო ნეგატიური კუთხით, ასევე ვისაც პირად რუკაში აქვს ლილიტი სასწორში. და ზოგადად დიდი გამოცდა იყო აი ყველა პარტნიორული წყვილისთვის, იმიტომ რომ აი უამრავი წყვილი, აი ეხლა კონსულტაციაზეც ხო განვიხილავთ ამ საკითხს, აი უამრავ წყვილს დაეწყო ძალიან სერიოზული კრიზისული პერიოდი ამ ლილიტის ტრანზიტის გამო და მე ამას გაფრთხილებდით კიდეც, ანუ სანამ შევიდოდა რომ შევა, აი ვინც ხართ პარტნიორულ ურთიერთობებში გამაგრდით თქო, იმიტომ რომ აი მართლა იყო ერთგვარი турბულენტური ზონა ყველა წყვილისთვის, ხო? აი უამრავი წყვილი დაშორდა. ვერ გაუძლეს აი ამ შავი მთვარის პროვოკაციებს, ხო? სასწორში, რაც ეგრევე ურტყავს პარტნიორულ სფეროს, ეგრევე. ამიტომ ბევრმა წყვილმა ნამდვილად ვერ გადაიტანა. ეს ყოველივე. ნუ შემდგომშიც არ იქნება მთლად მარტივი პერიოდი, იმიტომ რომ ლილიტი შევა მორიელში და იმერე უკვე კრიმინალური და სხვა შავნერი თემები წავა, ხო? და манипуляციები. ამ შემთხვევაში, მაგრამ მაგაზე კიდე ჩაგიწერთ პროგნოზს რა გველის. ეს იქნება უკვე მარტის ბოლოდან და ზოგადად მეგობრებო გაგფრთხილებთ, რომ მარტის თვეში არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ, იმიტომ რომ არ არის მარტივი თვე. ვინც ნახა ჩემი პროგნოზი 2025 წლის იქ ვამბობდი კიდეც, რომ არ გინდათ, არ დაგეგმოთ მარტის თვეში არაფერი. იმიტომ რომ არ არის მარტივი თვე. თან მერკურის რეტროგრადულობა იქნება. შეფერხებები იცის ნებისმიერ დოკუმენტურ საკითხში, აი დოკუმენტებთან თუ გექნებათ საკითხი, მოლაპარაკებები, მოგზაურობა, ტექნიკა გაჭედავს, მოკლედ წამოწყობები არ ვარგა. პლუს იქნება დაბნელებები და ასევე ნეპტუნი, უზენაესი პლანეტა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს. მოკლედ турბულენტური მარტი იქნება ჩვეულებრივად, ამიტომ არ გირჩევთ, რომ მარტში რამე დაგეგმოთ. ეს გაითვალისწინეთ, ეს თქვი კიდეც ამ წლის დასაწყისში, აი პროგნოზი რომ მქონდა ამ წლის. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ ყველამ. მარტის თვე მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ, ხო? სასწორი ვარ და ლილიტი მყავს მორიელს და გამოდის რომ არა ჩემი აი სხვადასხვა ხშირად ხდება ხოლმე ეგრე რომ ასე გადაბმული პერიოდები ემთხვევა რომ ჯერ ლილიტია ხოლმე მზის ნიშანში და მერე უკვე ლილიტის პერიოდი არის ხოლმე ისედაც ხო ნუ ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი თქვენ არ ხართ მარტო ბევრს აქვს მსგავსი პერიოდები ხო ნუ გააჩნია რამდენად დამუშავებული გაქვთ ეს ლილიტი თუ დამუშავებულია ამ შემთხვევაში უფრო მარტივად გაივლით ხო კი ბატონო. თქვენი რჩევა 100%-იან ჩემი გამოსვლებიდან ვამბობ. მადლობა ძალიან დიდი.
ხო, აი მაინც მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ აი პლანეტარული ტენდენციები ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე წინასწარ რომ გავითვალისწინოთ ხოლმე, რომ საქმეები გამოვიდეს იდეალურად. ხო, რომ აი არ გქონდეს ხელშემშლელი ფაქტორები. ამიტომ აი ყველას ვეუბნები, ვისაც უნდა ან ბიზნესის გაფართოება, ან დაწყება, ხო, ან მნიშვნელოვანი შენაძენი, აი თუნდაც უძრავი ქონების შეძენა, ესეც მნიშვნელოვანი ინვესტიცია რეალურად. ამიტომ ამ საკითხებზე გირჩევთ რომ გაიაროთ ხოლმე კონსულტაცია. ან ჩემთან თუ არ გაივლით, ხო, ანუ სხვა სპეციალისტთან მაინც რომ გაიაროთ, ხო? იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მოვლენებია ეს და აუცილებელია რომ ასტროლოგმა დაადგინოს რა პერიოდია თქვენთვის კარგი. და ხშირად მაქვს ხოლმე მსგავსი კონსულტაციები ჩემს კლიენტებთან. ამიტომ თუ თქვენს გეგმავთ ან უძრავი ქონების ან გაყიდვაც მნიშვნელოვანია რომ სწორ თარიღზე გაყიდოთ რომ მე არ ინანოთ. ან შეძენა, ხო? ან ბიზნესის გაფართოება. ეს თარიღები თუ გაინტერესებთ, ხო, უმჯობესია რომ კონსულტაცია ჩავნიშნოთ და პირადად ჩემთან ერთად განიხილოთ ეგ საკითხი. ხო, აი ყველა თავისი წვრილმანით, ნიუანსით და დეტალით. უმჯობესია ასე მოხდეს. კი ბატონო. და კიდევ მეგობრებო, ხო, აი პროდუქციაზე რომ ვსაუბრობ, ჩვენ სეიჯებიც, ანუ შალფეი, ხო, სალბი, თეთრი ფერის გვაქვს ახლა, მარაგში წითელი გვქონდა და გაგვეყიდა მთლიანად, ხო? ნუ, თეთრიც საკმაოდ ძლიერია, ზოგადად ნებისმიერ სახის სპირიტუალურ პრაქტიკებში შალფეის ხმარობენ ხოლმე, იმდენად მაგიურია, წითელიც და თეთრიც, ხო? თეთრი კონკრეტულად ენერგეტიკას წმინდავს იდეალურად. ანუ ეს არის მცენარეული საკმეველი ბუნებრივი 100%-ით ნატურალური სეიჯი. თეთრი ფერის გვაქვს ახლა ამ ეტაპზე მარაგში. და თუ შეძენა გინდათ, გვაქვს საკურიერო და შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ. ასევე პალოსანტო წმინდა ხე, რაც ყოველთვის მაქვს ხოლმე ლაივებში და ყოველდღიურად ვიყენებ ისედაც ლაივის გარეთაც ვიყენებ ხოლმე ესეც წმინდა ხე გვაქვს მარაგში. ასევე ჩვენი დამამშვიდებელი ასტროგურუს ეთერზეთი ლავანდის და ყვავილების ეთერზეთი მეგობრებო გვაქვს ასევე მარაგში. გამოყენება საკმაოდ მარტივია, სულ მეკითხებიან ხოლმე როგორ გამოვიყენოთ, აი მაჯაზე დაიწვეთებთ, რამოდენიმე წუთს, აი დოზატორიც მოყვება და საკმაოდ მოსახერხებელია, ამიტომ აი მე მედიტაციების დროსაც ვიყენებ ხოლმე, აი ასე კარგად უნდა შევიზილოთ და ზოგადად ლავანდის ექსტრაქტი ფსიქიკას ამშვიდებს, ხო? და შემდგომში შევისუნთქოთ. და აი ამშვიდებს, აი ძალიან კარგი, აი ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს ლავანდის და ყვავილების ეთერზეთს. და როგორც უკვე ვთქვი, დასადგამები გვაქვს ხის, ანუ ასეთი და შავი ფერისაც გვაქვს რო განახეთ. ეს ჩხირებისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქვს ფერფლი ჩხირებს და უმჯობესია რომ არ შეწუხდეთ, გქონდეთ დასადგამიც გვაქვს. და ჩხირები აურის გამწმენდიც გვაქვს. ანუ ჩხირები გვაქვს ახლა მარაგში, აურის გამწმენდი, ფინანსების მოსაზრდი გვაქვს მარაგში, სეიჯი, პალოსანტო წმინდა ხე და ჩვენი ასტროგურუს დამამშვიდებელი ეთერზეთი. აი ეს პროდუქცია ამ ეტაპზე გვაქვს მარაგში, ვისაც გსურთ შეძენა, უნდა მოგწროთ პირადში მეგობრებო და გვაქვს საკურიერო. და ეხლა უნდა ვისაუბროთ მეგობრებო თებერვლის თვეზე. საკმაოდ მისტიურია ხოლმე ზოგადად თებერვლის თვე. ნუმეროლოგიურად ორიანი გამოდის და ნუ ორიანი საკმაოდ მისტიურია ვედურ ნუმეროლოგიაში მთვარესთან, ანუ ჩვენს არაცნობიერთან არის კავშირში. ამიტომ თებერვლის თვე თავის არსით არის საკმაოდ მაგიური და მისტიური და ბევრ გადატეხას და ცვლილებას იწვევს ხოლმე ზოგადად ყველას ცხოვრებაში. და ამ წლის თებერვალი განსაკუთრებით მანიფესტაციებისთვის ძლიერია. რატომ? იმიტომ რომ გვაქვს ასეთი თარიღი სარკისებრი. 25.02.2025. ანუ 25 თებერვალს გვაქვს მისტიური დღე, როდესაც კოსმიური პორტალი გაიხსნება და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მანიფესტაცია, ან ფინანსური, ან სასიყვარულო, ან უბრალოდ სურვილები ჩაიფიქროთ, ან ნებისმიერი მანიფესტაცია შეგიძლიათ გააკეთოთ, ხო? და ეხლა ვინც წაიღო ჩვენგან ეს ფინანსების მოსაზრდი ჩხირები, იდეალურია რომ 25 თებერვალს, აი ფინანსები თუ გინდათ რომ მოიზიდოთ და ფინანსური ბლოკები მოიხსნას, იდეალურია რომ დაანთოთ და ბოლომდე ჩაიწვოს. აი როგორც მე დავანთე ეხლა და კიდევ არის აი ჩანს თუ არა არ ვიცი ეს კვამლი აქვს სასიამოვნო არომატით, ხო? აი ეს არის ფინანსების მოსაზრდი ჩხირი და ბოლომდე უნდა ჩაიწვას ოღონდ.
და ბოლომდე რომ ჩაიწვება, თან შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ კონკრეტულად აი რა თანხა გინდათ რომ მოიზიდოთ, ხო? უახლოეს პერიოდში. ოღონდ ეს უნდა იყოს რეალისტური. ეხლა მილიარდები და ტრილიონები არა. ანუ ის თანხა არათ პოტენციურად შეიძლება რომ მოიზიდოთ, ხო? და კარგია რომ აი ფინანსური აფირმაციებიც გავიმეოროთ ხოლმე, ხო? აი ვთქვათ, მე ვარ მდიდარი, მე ვიზიდავ ფულს, ხო? აი მსგავსი აფირმაციები შეგიძლიათ გაიმეოროთ ხოლმე ასევე, ხო? აი ამ ჭხრებს რომ დავდებთ, თუმცა აუცილებელი არ არის. აი ბოლომდე რომ ჩაიწვება, ისედაც მუშაა და მოქმედებს მართლაც უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს აი ამ ფინანსების ჭხრებზე ჩამოსული არ იყო რომ გადაგვადებინეს. მოკლედ, ამას რომ გააკეთებთ არს არ ვამბობთ. აი მე არ მინდა მქონდეს პრობლემები, არა. ანუ პოზიტიური ფორმულირება უნდა გქონდეს. ხო, მე ვიზიდავ დავუშვათ წარმატებას, მე ვარ ჯანმრთელი და ასე შემდეგ. აი მსგავსი პოზიტიური ფრაზები შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ პოზიტიურად დააპროგრამოს თქვენი რეალობა. ზოგადად მანიფესტაცია რას ნიშნავს? ხო, ეს არის რეალობის გათვითცნობიერებული პროგრამირება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გააზრებულად და გათვითცნობიერებულად გააკეთოთ ეს ყოველივე. თითოეულ ფრაზას აქვს აქ მნიშვნელობა, ამიტომ არ უნდა შეგვეშალოს, არ უნდა ვთქვათ სიტყვა არ. ეს მნიშვნელოვანი და გაითვალისწინეთ. ამიტომ არ გამოვტოვოთ 25 თებერვალი, მეგობრებო, საკმაოდ მისტიური დღეა, 25/02/2025 სარკისებრი თარიღი. გააკეთეთ მანიფესტაცია. ჩაიფიქრეთ სურვილი, საკმაოდ ძლიერი დღეა მაგისთვის. და ასევე მეგობრებო, 28 თებერვალსაც არის საკმაოდ ძლიერი დღე, ანუ ეს თებერვალი საკმაოდ მისტიურია. საკმაოდ მისტიურია მანიფესტაციის კუთხით და შეგიძლიათ რომ 28-შიც ჩაიფიქროთ. რატომ? იმიტომ რომ 28 თებერვალს გვექნება ახალმთვარეობა. ანუ მზედა მთვარე ერთ ნიშანში, ამიტომ საკმაოდ მისტიური დღეა, განსაკუთრებით ამ ახალმთვარეობას იგრძნობენ თევზები, ქალწულები, მშვილდოსნები და ტყუპები. ანუ მუტაბელური ხარისხის ნიშნებს შეეხება ეს განსაკუთრებით. ამიტომ 25-შიც ვაკეთებთ მანიფესტაციას და 28-შიც, როდესაც გვაქვს ახალმთვარეობა. შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი გეგმები და ვუშვათ, ხო? მეგობრებო. და დაგეგმოთ რა გინდათ რომ მოიზიდოთ აი ამ ერთი თვის განმავლობაში, ანუ ეს 28 თებერვალს რაც შეეხება, ხო? ეს მთვარის ციკლი რომ გვექნება. ამიტომ ეს თარიღები, ეს მისტიური თარიღები აუცილებლად მეგობრებო დაიმახსოვრეთ და რა თქმა უნდა, ეხლა ტრადიციულად უნდა დავუკრათ ჩვენს ტიბეტურ თასზე. დაწერეთ რომელ ჩაკრაზე გრძნობთ მეგობრებო ვიბრაციას. და ვინც ეხლა შემოვიდა აუცილებლად მეგობრებო გადაახვიეთ და ბოლომდე ნახეთ, ვსაუბრობთ აი თებერვლისთვის პროგნოსტიკაზე, მარტსაც შევეხეთ. კი ბატონო, და ხო, არ გამოტოვოთ მეგობრებო, რამოდენიმე დღეში დამთავრდება ფასდაკლება ჩვენს გვერდზე, ანუ 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს ყველა სერვისზე და მოასწარით შეკვეთა და კონსულტაციაზე თავისუფალია ადგილები იმ კვირაში თუ გინდათ ჩაწერა, რომ პირადად მე გამესაუბროთ.